გამარჯობა ჩემო მეგობრებო. დღეს არის განსაკუთრებული დღე, დედის დღე. ჩემი დედიკო ლამაზად კუნკულოს ახლა სახლში აკეთებს კვატუნიას, გარეული კვატი გქონდა მაცივარში და ჩვენ მენიუში დღეს განსაკუთრებული დღე არის და აკეთებს კვატუნიას ჩახოხბილს თავისი მოწყობილობით, რა თქმა უნდა, ხომს გააკეთებს და ასე გემრიელად ვაპირებთ მივირთვათ. მე ჩემ დედას ლამაზი თაიგული უყიდე, ჯერ ფიქრობდი ვარდებს უყიდი და რაღაცა ესეც თქვა, მაგრამ ვიცი რომ დედას არ უყვარს ესეთი ის, უყვარს ან უბრალოება და მინდვრის ყვავილები, ზოგადად ყვავილები ძალიან უყვარს, ხო და ამიტომ გადავწყვიტე და უყიდე ლამაზი მინდვრის ყვავილები. ბავშვობაზე მე და ჩემი და ვაგროვებდით ოცოცხკაპიკს რო გვაძლევდნენ ხოლმე, ხო იცი ბავშვი ბუფეტისთვის სკოლაში. ხო და იმას ვაგროვებდით ხოლმე მე და ჩემი და 8 მარტი როგორც მოახლოვდებოდა. ხო და ვყიდულობდით ტიტებს. არ მახსოვს მაშინ ახლა ერთი ცალი ტიტა რა ღირდა, ახლა ვარდის ფასი აქვს მინდა გითხრა. ხო და ისა რა ქვია, მოვაგროვებდით დაახლოებით ერთი 10 ცალის ფულს, რომ ლამაზი პატარა ლამაზი თაიგული გამოსულიყო და მე მოედანზე მივდიოდით, ეს ჩვენთვის მაშინ დიდი რეისი იყო, მოედანზე რომ მივდიოდით, გვეგონა ვაიმე ღმერთო, სხვა ქვეყანაში თუ მივდიოდით ის გვეგონა. ხო და ბაზრის უკან ხო იყიდებოდა როგორც ადრე ახლაც ისია ყვავილები, ხო და ვიყიდით იქიდან და ჩემი და ისეთი ალალმართალი იყო და დარჩა მე მგონი ისე, ხო, ვეუბნებოდი, ხან იმას ეჭირა ყვავილები რომ მოგქონდა ფეხით მოდიოდით, ხან მე მეჭირა, ხან იმას ეჭირა, ხან მე მეჭირა და მე რას ვაკეთებდით იცი? ახლოს რომ მივახლოვდებოდით სახლს, ხო, იმას დავაჭერიებდი, ისე გავთვლიდი რომ ჭიშკართან მისვლის დროს ყვავილები მე მჭეროდა ხელში. ხო და ასე მახსოვს ვატყუებდი საწყას, ხო და ახლა შენ ხო ატარი ამდენი ხანი თქვა, ახლა მე უნდა ვატარო თქვა. ხო და გამოვართმევდი ყვავილებს და მე მიმქონდა ხოლმე დედაჯი. მე თუ რა იშვაკი და ბოროტი ყოფილა. ახლა რო ვფიქრობ ჩემი საწყალი და ხო და ასე სასოებით ულოცავდით დედას 8 მარტს და ამ ფურცლებზე ვჯღაპნიდით, გილოცავდით იკო 8 მარტს, ასე ვხატავდით, ისე ვხატავდით და ემოციებში ვიყავით ერთი სიტყვით და ალბათ ახლა პატარებიც ასე არიან, ალბათ უფრო ცოტა განსხვავებული თანამედროვე პატარები გვყავს, მაგრამ ჩვენ ასე ვიყავით მე და ჩემი და მასწავლებლებს უკრიბავდით ფულს და ვჩუქნიდით ყვავილებს და რა ვიცი ტყეში დავპოტიელობდი ბებია ჩემთან თუ ვიყავ დავდიოდით საცხამე და ჩემი მეგობრები ტყეში და ვკრიფავდით ამ რაცხა ყვავილებს და ვაიმე რა ამბოში დატყაული მქონდა ხელები ერთი სიტყვით გამიგრძელდა სიტყვა, გილოცავთ კიდევ ერთხელ, ბედნიერ დედობას გისურვებთ, საქართველოში დედის კულტი ძალიან ისეთი არის ყველასთვის და განსაკუთრებით ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დედიკოები ბიჭებს ყველაზე მეტად უყვართ ალბათ, ხო და ასე რომ დღეს განსაკუთრებული დღეა და გილოცავთ ყველას. მე ახლა ლავაშზე ვარ აგერ გაჭერებული და ვიღელდეთ რომ და მანქანაში ვწერა ვიდეოს. ხო და ცხელ ლავაში ვიყიდი და წავცუნცულდები სახში. ესეც ხაპანჭური დედიკომ გააკეთა დღეს განსაკუთრებული დღე და ამიტომ საჭმელებს განსაკუთრებული იქნება. აღნიშნავთ მე და დედა ულოცავთ ერთმანეთს დედის დღეს. ჩვენ ვართ ბედნიერი დედები. ყავს საუკეთესო შვილები, დედაჩემს ყავს 2 ქალიშვილი, ვინც არ იცის, ერთმანეთზე უკეთესები, საქმიანები, ჭამელები, არ ეტყობა აგერ ჩვენ იმას სახლს, ხო და ასე გემრიელად დედა უმზადებს, რომ ქალიშვილებს წონაში არ მოაკლდეს გრამი. მე მგონი კაი ამითი გამოდის.
ნაიხი დრელამაზეთა ჩვენი ტყემალი გეგონება თოსო ისე ლამაზად ცვივა თეთრი ყვავილები